ხელოვნება, კულტურა, სპორტი, განათლება, უცნობიდან ნაცნობი ისტორიები, საინტერესო ადამიანები ჯვარის ხმაზე. შენი ხმა ისმის აქ, მარიამ შეროზიასთან ერთად. მოგესალმებით, ეს არის ჯვარის ხმა, მე მარიამ შეროზია ვარ და დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, 86 წლის ჯულიეტა კვარაცხელიასთან, რომელმაც მისი ცხოვრების 60 წელიწადზე მეტი მიუძღვნა სკოლას და მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარებას. გარდა მშობლიური ენისა, ჯულიეტა მასწავლებელი ბავშვებს ასწავლიდა ხალხურ სიმღერას და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. დანარჩენს უკვე პირადად მისგან შეიტყობთ. როდის და როგორ გადაწყვიტეთ და რატომ, რომ გამხდარიყავით მასწავლებელი? როდის და რატომ? საერთოდ არ მეგონა მე თუ უმაღლეს სასწავლებელში ვისწავლით. ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდით. საერთოდ ეს როგორ უნდა თქვა, როცა ეს იმაზე გავაეთეთ. საერთოდ სახით იმი არამე კი არ დამილიხავს. იმიტომ რომ საისაგრეფო დავდიოდი, სკოლიდან მოვიდოდი, წაიშგრებდი. ხამე ასე გამათებული ისე არ იყო. თანაც ჩვენ იქ ცხოვრობდით. სორსის დაღმა განადირდა. ელექტრონი არ იყო. ღამე კისკოცად ნეგიყო თესლიშუზე თუმცა მაშინ შეეიყო ბლომა და ისე ბრიადად წესვანდები არ ჩამოვარდებოდა ნატურას. ამისი როგორ გიხარ ჩემზე ამბობდნენ ნიჭიერიაო და მე მიკვირდა რატომ ამბობს ეს სახე რა ნახე ჩემი ასეთი მე Urme, es ყოფილა ნიჭი. ცოტა შრომითრო ვარიანტი თვისე. მაგრამ აი იმ დროს უნდა ბავშვს პატრონი. იმ დროს უნდა პატრონი, რომ ბავშვმა საშუალო სკოლის პროგრამა აითვისოს კარგად. და ის საშუალო სკოლის პროგრამა ისაა ბავშვისათვის, რაც artistისთვის ადერკვეთი. ეს დაახლოებით რომელი წლები იყო, როცა გადაწყვიტეთ, რომ აი მასწავლებელი უნდა გამხდარიყავით და თუ გაიხსენებთ როგორ ჩააბარეთ და რა იყო თქვენი განცდა მაშინ? დააგიკეთვი. მე 11 კლასში ვიყავი. მე საერთოდ უმაღლესი არ ვფიქრობდი და ხაზულ ლიტერატურას არ ვკითხულობ. მაგრამ რა ვიცი რაღაც საიდან იყო და როგორ იყო სამიანები მაინც არ ვყავდა. ხოდე მე 11 კლასში ვიყავი, როცა დირექტორი გამოდიჩვალეს. მოვიდა დირექტორი კვარაცხელია. რა ვიცი, ძალიან ზუსტი ციტური და შევხე არ მომეწონა, შევხედავი გაცილო. მაგრამ დირექტორი იყო და მე რა ამ კაცებს არ უგრძნობინებია საერთოდ არაფერი. სწოხუმიდან გადმოიყვანეს მოსწავლე მე 11 კლასში, რომელსაც ქიმიის ფორმულებს ნევაცნობდი საჩინოში. მედალია იყო. არც ამაზე არ მიფიქრია. მადლობა უფალ შურიანი არ ყოფილა. ეს რატომ იმას და რატომ მე არ მიფიქრი არასოდეს. ოდა დაამთავრა სკოლა. ატესტატის აღება არ მიჩქარია. სად მიმქონდა რაში გამოიყენებდი. ერგოს დამიბარა ამ კაცმა. მოვიდეს არა დამიბარა გელა. ჩემი მეზობელი სამნეოდ მუშაობდა. ყველასი და დააბარე აბანემნეთი. მომიდანე ატესტატი მეტი. არა. Utkwam sabadyantsın. İmkansız çiton movides çiton da ihoslar bize atestatiyo.
დავედი. ვიყავი ძალიან მორიდებული. ძალიან თამამი დღესაც არა ვარ. ისე ვიბნები რომ რაც საჭირო იმას ვერ ვხდები, მე ვხდები. დღესაც თავიდან ვიყავი ასეთი. ხოდა იმედი იძნებს გამარჯობა. რაც აგეთე გვარაცხილია უიხნოდან. პრემ ჩაის მეთქი. კარგია, ვიქალჩარია. დაიბის დრო და ამირი მოგდება ამირის ვაპრენი მითხრამლაც. გამიდა მართლა დრო და ისევ დამიბარა ამ გაცმობა შესაქმე. ერთიანი სასწავლებელია თბილისში, ენერგომთვალიერთა ერთიანი სასწავლებელია თბილისში. იქ რაიონიდან მოთხოვნა არის და რადიო. უცხარიო დედაშენ თეიქირო ცოტა და დადიო და მე წაეხმარები ოჯახსა. რაიონიდან ერთი იყო. ყველაფერს ბედი არ უნდა, ერთის ნაცვლად ჩვენთან სამი აღმოჩნდა მსურველი. არც ერთმა არ დასმა თავისი კანდიდატურა, არც ამ კაცმა არ დასმა და დაურეკავ თბილისში, რასეა საქმე და რა ვქნათ. აქეთ გამოგზავნდეთო ყველა და დასატოვებებს დავტოვებ და გასაგზავნს იგზავნდეთო. წავედით კი არა წავედით და რა ვიცი, შევხვდით იქ. მოხდა გასაუბრება. მაინც ასეთი რატომ არიან არ ვიცი. შენი რაიონიდან წერალი დაასახე და უთხრეს ერთს და მაშინ ლეოქიაჩელი ხუხდა. ხოდა ვერ დაასახელა რომ ლეოქიაჩელი რაიონიდან იყო. ისინი გამოუშვეს და მე დამტოვეს მართლა. იცი რა გითხრა? შენ ხომ ჩემი მასწავლე იყავი და ახლა შემოქმედებითობას ბევრს ვერ დამიკვეხნი, მაგრამ თდად დონდო არ ყოფილვარ. ეს ის სასწავლებელი იყო რაღაც იდეალური და დირექტორი ყავდა რაღაც შემოქმედი რაღაც. რა ვიცი. ამ ბევრს სასწავლებელი მოვედი. ისევ დამიბარა ამ გას. მეურნეობაში გამონათიდეს პიან ხუთვანე. ისევ დამიბარა ამ გასმა და მეთხრა. აქ არის სასწავლო შტატი 25-იანი. ოდა შენ ახლა მეურნეობაში და უნდა მოგცემა ხელფასი. მაინც 25-ზე მეტი მაინც არ დაგჭებაო. მოდი და მე დასწრებდი. დავთანხმდი რა თქმა უნდა. მაგრამ სიმღერის საათები მომწეს და 25 არაძებს არანაირია. 40 და 45 თუ რაღაცა იყო ჯემი პერიოდს. და ნელ-ნელა მუშაობდი რა ვიცი. მუშაობა არ მეზარებოდა. ბავშვებთან ურთიერთობა არ მიჭირდა საერთოდ. და მე როგორც სადავდა როგორც ელონია დაიც. პირველ გაკვეთილს თუ გაიხსენებთ? პირველ გაკვეთილს თუ გაიხსენებთ? ჩემს მისატარებულ? თქვენს მიერ ჩატარებულს, კი, პირველად რომ შეხვედით კლასში. აი განცდა თუ გქონდათ და თუ იყო თქვენთვის რაიმე უჩვეულო და სიმღერის ერთ-ერთი რა უნდა მტუნდა, პერიოდიდან მოჭა. ქართულის გაკვეთილზე? ქართულის გაკვეთილზე? სოციალისტების ქართულის გაკვეთილზე რა იყო? მისთან კონდა დედა That's not possible, really. Იბერიან ჯერ-ჯერთა უბრუნებია. თქვენი ემოციები თუ გახსოვთ აი პირველ გაკვეთილზე ქართული რომ ჩაატარეთ პირველად მაშინ რას გრძნობდი? რა იყო ეს თქვენთვის რას ნიშნავდა? საერთოდ პასუხისმგებელი არ ყოფილვარ. საერთოდ არ ვიყავი პასუხისმგებელი. ნებისმიერი უბრალი საფერად უნდა ყოფილიყო. საქმე მაინც საქმეა. საქმე მაინც თავისას მოიწყო. პირველი გაკვეთილი რომ კლასში
რამდენი ათეულის წელი იმუშავეთ სკოლაში? 59-დან 93-მდე. 59-დან 2023-მდე. აი თაობები როგორ იცვლებოდნენ და როგორი იყო განსხვავება მათ შორის აი ამ წლების განმავლობაში? თაობები როგორ იცვლებოდნენ? იცი რა არის? რაც არ უნდა იყოს გაკვეთილი. აი მსავალი მასშტაბები. თაობების შლას არა აქვს ბინდიშება, რამ ბინდიშებაც აქვს მასშტაბები გაკვეთილი. Mesaj getiriyorum. Evet. Pasokhirs geblod. Rome კიდებოდნენ გაკვეთის ასეთი არ მახსოვს. და ერთიც არის. გაკვეთილია, მაგრამ ენა არც გაკვეთს, არც ერთი გინდა იცოდე რამდენი სარამ მაგრამ არ უნდა დაკარგო ქართლის ეს ნათელი და გახსოვდე მშობლიური მთავარიო მისის არის რაღაცნაირად ამას როგორ ამას გრძნობს ადამიანი რაღაც ინსტინქტურად რომ მშობლიური მთავარი რაღაც ისეთ ამიდა დაუფიქრებლა კარგი ბავშვებიც და ზარმაცებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი ბავშვებიც იყვნენ და მე ყოველ შემთხვევაში ახლა რომ ვიყო 18 წლისა სარჩევი რომ მქონდეს პროფესია და ცოტაბარებები ამ სასავიშტებდი უყოფნა. ისევ გაივლიდით იგივე გზას, მაგრამ კი უყოფნა და მიწევდი და საერთოდ ძალიან მაყურებელი ვარ ჩემი თავისა რომ თუმცა ჩემ ზარე იყო დამოკიდებული ჩემ დაუნებურად დავადე ამ გზას მაგრამ მე თქვენთვის როგორც მასწავლებელისთვის რა იყო ძირითადი გამოწვევა და მთავარი სირთულეები ან პრიორიტეტები? სირთულე ყველა ბავშვი თავისებურია და ეს სირთულეს დარღვევს. ყველა ბავშვი პიროვნება, ყველა ბავშვი ადამიანია. ყველა თავისი გადაცემა მიზანი აქვს. თავისი ხასიათი აქვს, თავისი ვეცი და ახლა ხუთი ბავშვი რომ წელში ისე კი არ იყო 42 ბავშვი იჯდა კლასში და ამისთვის ორგანიზაცია რომ გავიკეთებინა და ეს რომ წარმართული იყო გაკვეთილი ნორმალურად თუმცა რა ვიცი ალბათ ბავშვებიც იმ განწყობით იყვნენ და არ წარმოადგენდა სიტუაციას როგორ უნდა შევაყაროთ ბავშვებს ზოგადად კითხვა და როგორ უნდა შევაყაროთ ქართული ლიტერატურა? როგორ უნდა შევაყაროთ კითხვა? ამისთვის კარგი იქნებოდა და ეს ხშირად გამიკეთებია. ამისთვის კარგი იქნებოდა კოლექტიური კითხვა. თუმცა მე სიმღერის გაკვეთილი მქონდოდა ამისთვის რომ გათვარე ფარსის გაკვეთილზე ამას ვერ დააკეთებდი. ყველაზე კარგია კონფერენციები, კესპილკა კონფერენციების მოწყობა. აი ქრომბალ მისიონ თემას სტაგის რაღაცა ნიშ სნობ პასოფინგებელო ეს კოდოდა მანდომებულია და ყველაზე კარგია მასგარეშე ღონისძიებები შეყარა. დასასწრონ ხშირად ატარო. კი, რომელი იყო აი უფრო თქვენთვის ორგანული? სიმღერის თუ ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილი? სიმღერა ჩემთვის პროფესიული არ ყოფილა. მაგრამ სიმღერა მეყვარდა და რა თქმა უნდა ქართული გაკვეთილი უფრო. რომ მწერალზე თვლით რომ აი აუცილებლად ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს მისი ნაწარმოები ადამიანი. აი თქვენთვის რომელია ყველაზე ახლო? ჩემთვის კი არ არის ყველაზე ახლო ლიტერატურაშია ამაღლებული იდეა.
მე როგორც თქვენი მოსწავლე სხვა პასუხს არ ცველოდი, უბრალოდ ალბათ მწვენელისთვის იქნება. სხვა პასუხს ალბათ ვერც მიიღებ ამ კითხვაზე. ხალხური სიმღერების მიმართ ინტერესი საიდან გაგიჩნდა და რატომ გადაწყვიტეს რომ სკოლაში უნდა გესწავლებინათ სიმღერა? ხალხური სიმღერების მიმართ სადეყავი ეთყავიდი ორვი რა აბსოლუტური სვინა ქონია და უპატრონობით ხმა გაფიჭებიაო სვინა მქონდა რაღაც მართლა განსაკუთრებული დაირი რადიოდან სიმღერა მისავლია რადიოდან ასინ რადიო იყო ჩართული ნეტერი იცი შენ დიდი ჭყონია ედახნე და იმაზე ვისეყო ნაგეროდი ანცა ოდა და მოსწონდნენ რადიოში ანდერს სიმღერებზე ისიდან სიმღერა მისავლია ალბათ რამდენჯერმე მოერბებოდა თუნდები ვარიც ეხონ და პირჩით მოსმენე და რიტმები გაფნაონდა სმენა მქონდა მართლა კარგი და სადაც კურსებზე სადმე რომ ვიყავი კითხარი აბსოლუტური სმენა ქონია და ხმა პატრონები გაფისებია შემეცოდა ჩემი თავი პატრონი თავი თქვენი აზრით რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ ქართული ხალხური სიმღერა? მარტო სიმღერა კი არა. ეს ნაწილია. ქართული კაცის ცხოვრების ნაწილია. სხვადასხვა შორის ქართული ხალხური სიმღერა ისეთი მდიდარია თავისი კოლორიტით, ბუნებით, რომ რაც ვისა შეიძლება ადამიანმა სიმღერა არ იცოდეს, მაგრამ სიმღერა რომ არ უყვარდეს ისეთი ადამიანი იქნება თუ არა არ იცი. ალბათ არა. ეს საკრავებზე დაყვრა? საკრავებზე თქვენით ისწავლეთ დაყვრა თუ გასწავლოთ სხვა? თვითონ. ახლა ვერც დაუგრო, რამდენი წელი ხირში არანებია დავდამიგრო. ფანკური სკოლაში დავტოვე. ჩონგური კი მაგმარა ელიფებში და ისიც რომ თუმცა სკოლაში ახლა რეფექტარი და იქ გამოყურებული იქ. რომ ვცადოთ ვერ დაუკრა? რომ ვცადოთ დაყვრა? ჩონგურისა? დიახ. არ ვიცი დაუგრო ხოლმე კარგია. კარგად მაინც ვერ დაუგრო. რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია? რომელსაც ფაქტურად მთელი ცხოვრება ემსახურეთ. ჩემთვის რასინს ხო? ჩემთვის ჯოც სხვა პროფესია ნადი არ არსებობს. თქვენი მოსწავლეები თუ ირჩევდნენ თქვენს პროფესიას? ისინი მოსწავლეები თუ ირჩევდნენ? ჩემი იმით კი არა, მაგრამ მაინც არჩევით როგორ არის ცივი. თქვენ თუ ურჩევდით, თქვენ? მასწავლებლობა ეს? ალბათ ურჩევდი, ახლა ზუსტად ვერ გეცხვი, მაგრამ მაშინ მასწავლებლის ხიბაზე იყო მინიმუმი. და ყველა პროფესია ჯორდათ მასწავლებლობას. მინიმუმი რა იყო მასწავლებლის განაკვეთი იყო. ამდენი ასმანეთამდე არ იყო. დაბალი იყო მასწავლებლის ხილფას. ძალიან დაბალი. საწყალი მასწავლებელი. ახალბედა პედაგოგებს რას ურჩევთ? ახალგაზრდა პედაგოგებს რას ურჩევდი?
პირველ რიგში უნდა უყვარდეს ბავშვი. თუ მასწავლებელს ბავშვი არ უყვარს საერთოდ. იმან სკოლაში ფეხი არ უნდა შეძლეს. რაც შემეხება მე, ბავშვები ძალიან მიყვარდა და ისიც იყო რომ ბავშვებსაც არ ვძულდი. ერთად ვყვი. Ada bavshevsat ახლა რას გეუბნები სკოლის ბავშვებზე კი არ მეუბნები. მეზობლის ბავშვები. ჟუტატა. თუ მოდიოდი მომდევდნენ, თუ გააბრუნებდნენ, პიროდნენ და ახლა შეყავი ბავშვებს. ეს ალბათ ნამდვილი მასწავლებლისთვის უმთავრესი ბავშვების სიყვარული. და ახლა ის ბავშვებს უყვარდი თუ არა ის არის. იპატარები გეუბნები რომ იდეს როგორ უყვარდი შენ უფრო იცი. დიდებსაც უყვარდით. დარწმუნებული ვარ მე, აი სკოლის დამთავრების მერე კიდევ მეტად შევუყვარდით და დააფასეს ის ამალი, რაც თქვენ გასწიეთ. შენ უფრო იცი. გაკვეთილზე აგერ ვიხარ მოწადე გაჩუნდი წაღა ვიყავი შენი გაჩე აი ეს არ მჯერდებოდა ნამდვილად. ბავშვები მისმენ. ეს როგორ უნდა შეძლოს მასწავლებლად? როგორ უნდა შეძლოს ჯერერთის საგანი უნდა იცოდეს ძალიან კარგად. და მეორე შეარჩიოს იმ თემიდან მომენტი რომელიც ბავშვებს უდიება. აი ისეთი მოსწავლე თუ არსებობს თქვენს გონებაში, ყოველთვის რომ გემახსოვრებათ რაღაცა მისი განსაკუთრებულობის და არასდროს არ წაიშლება თქვენი გონებით. ერთი შენ. ჩვენთვის პატივია. აი ბავშვები როგორ არის? თქვენ არა მხოლოდ საგნის, არამედ ჩემი ცხოვრების მასწავლებელი იყავით, ჯული მასწავლებელო და ჩემთვის, თქვენი ყოფილი მოსწავლისთვის ყველაზე მეტად ემოციური, რთული და საპასუხისმგებლო იყო თქვენთან ინტერვიუ. მადლობა და ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს იყო ჯვარის ხმა. და თქვენთვის მარიამ შეროზიელ მუშაობდი. მომავალ შეხვედრამდე. ეს იყო Dila,